დღეს ვაპირებდი რომ მდგარიყავე 6 საათზე და აღვიძარე რომ მქონდა დაყენებული მილიონჯერ გადავწია და საბოლოოდ 800 აფტაკი. იმიტომ რომ სახში ვარ და რომ ვისვენებ, მინდა ხოლმე რომ კარგად გამოვიძინო და რაღაც დღეები რო არ მძინავს ხოლმე, მე ყველაფერი ავინაზღავრო და როცა მეძინება დიდი ხანი დავიძინო. თან მგონია რომ აი ძილში დროს ვკარგავ და არც ეგ მომენტი არ მიყვარს. დილიდან თუ არ დავიწყო ხოლმე გადაღება ვიდეოების, აი შემდეგ შანსი არ არის რომ კამერა ხელს შევღებდო. დღესაც ესე ვუთხარ ჩემთვის რომ აიღე უბრალოდ და გადაიღე, იმიტომ რომ მე ძალიან მეზარება. ამიტომ ვსჯობს რომ დილიდანვე დავიწყო ხოლმე გადაღება დღეს. თან ახლა 1 საათში კი არა და 10-ზე ფრჩხილებზე ვარ ჩაწერილი, იმიტომ რომ ანუ ეს უყურეთ უბრალოდ ამას. საშინელება ხდება, ანუ იმდენი ხანი არ გამიკეთებია, ესეც მტყდება. და მინდა რომ ფრჩხილები ცოტა შავი მოკლო და ძალიან გრძელი აღარ მქონდეს. ერთი იმის გამო რომ მტყდება და თან მეორე მინდა რომ ცოტა მოკლე ფრჩხილები მქონდეს, არ ვიცი რატო ახლა მაგ იმაზე ვარ. მომწყენდა გრძელი ცოტა და დღეს გავიკეთებ ლურჯ ფერს. ლურჯი ფერი არასდროს არ მქონია და მაინტერესებს როგორ მექნება. და ასევე უნდა გავიარო მაგნოლიაში და ვიყიდო ჩემი კამერისთვის ფირი. ახლა ვერ გადავწყვიტე შავ-თეთრი ვიყიდო თუ ფერადი ვიყიდო. ჯერჯერობით ერთი, იმიტომ რომ ცოტა თან გავიმეცადინო და ვისწავლო ნელ-ნელა. ფირზე გადაღება მაინც ხანერია და იმ მახსოვს ხოლმე ბავშვობაში სულ ფირით რო გვიღებდა დედა და თან კაი მომენტი იყო, იმიტომ რომ თან ეს ფირი იჭედებოდა ხოლმე თუ რაღაც ემართებოდა, იმიტომ რომ გონი კამერა არ იყო კარგი. ხო და ეხლა მინდა რომ ნელ-ნელა ვისწავლო ფირზე გადაღება და ბევრი ლამაზი რაღაც გადავიღო. ასე რომ დღეს ბევრი უნდა ვიარო. თუ არ დამეზარა რაიმე ვინტაჟურ შოპებშიც გავევლით ანსაცმლის და ნახოთ, ხოთ შორის ფაბრიკისკენ ძალიან ბევრია და ძალიან კარგი მაღაზიები. რამე საინტერესოს აუცილებლად აღმოაჩენ ადამიანი. თან ქარია გარეთ და ქარი რომ მე არაფრის გაკეთება არ მინდა და საერთოდ ყველაფერი მეზარება, მეზიზღება ქარში სიარული ღმერთო ჩემო. ანუ კოშმარია და მით უმეტეს თუ გიწევს რომ გახვიდე ან სამსახურშიან სადმე ხო, ეგ საერთოდ. აქვე გეტყვით მეგობრებო რომ გამოიწერეთ ჩემი არხი არ დაგავიწყდეთ. ასევე დალაიქეთ ვიდეო და გადააშიარეთ. აქ რაღაც გამომივიდა და დამჩაი ჩემი თითი. ფრჩხილი. თმა ავიწია თუ გავიშალო. ყოველდღე თემ დილამის წინაშე ვდგავარ, თმა გაშლილი მქონდეს თუ ავიწიო. I don't know. ჩამოვისწორებ და ნახოთ.
ყოველთვის. წინ მოქვს ხოლმე კარგად და უკან მოქვს ხოლმე საშალად მიდყებნილი. ცოტა მაკერს გავიკეთებ, ძალიან შეშუპებული მაქვს სახა. ბევრს არც არაფერს, იმიტომ რომ ბოლო პერიოდია. არ ვიკეთებ მაკერს და ბევრ რაღაცებს. დამატენილებელი კიდევ, იმიტომ რომ ჩემი სახე არის ძალიან მშრალი. ეს ცოტათი მინათებს ხოლმე სახეს. ეს არის Under Eye Brightener კატრისისგან. დიდად არ მომეწონა, მაგრამ მიყვარს რომ ვყიდულობ იმ ყველაფრის გამოყენება. თან სიპრიალეს ანიჭებს რა სახეს. თორე ისა როგორც კორექტორი არ გამოგადგებათ. აი ძალიან თეთრი ვარ და ეგ ძალიან აღარ მომწონს უკვე. ცოტათი რუჯი ჭირდება აშკარად. სადმე ტაილანდში დასვენება. ბოლო დროს ასეც ვიყენებ მხოლოდ მაკიაჟისთვის არის ბრონზერი და ტუში თვალის და ფანქარი, სხვა არაფერი. ეს ბრონზერი მაქვს საუკუნე და ილევანო. Rare Beauties. დიდად ფერი არ მომწონდა, მაგრამ მაინც ბოლომდე გამოვიყენე. იმიტომ რომ ძალიან კაი ტექსტურა აქვს ამ ბრონზერს. მინიმალისტურად ვიკეთებ ამ ყველაფერს. იმიტომ რომ თან მეზარება ხოლმე გაკეთება. და რაღაც არც მომწონს დიდად ბევრი რაღაც. ხან მინდა, ხან არ მინდა მოკეთდეს ბევრი მაკიაჟი, მაგრამ ბევრს ისიც არასდროს არ ვიკეთებ. ერთადერთი ცოტათი თვალებზე ვაკეთებ ხოლმე აქცენტს. თან ჩემს სახეზე არ ვიცი შეჩენს, რომ სულ რომ პატარა რაღაც გავიკეთო, ანუ ბრონზერიც რო წავსო და არაფერი და მხოლოდ თვალები გავიკეთო, უკვე მგონია, რომ აი რაღაც საოცარი მეიქაპი აქვს და ბევრი. მე ყავისფერი თვალის ფანქარი, რომლის გარეშეც სიცოცხლე არ შემეძლია, იმიტომ რომ ყავისფერი თვალის ფანქარი ძალიან მიყვარს და თან ჩემს თვალს ყავისფერი უფრო უხდება ვიდრე შავი. ამიტომ ყავისფერს ვიყენებ სულ. მეძინება და გათიშულება ვერ ვხვდები საერთოდ ან რას ვაკეთებ. მაგრამ დიდხანს მეძინა ძალიან, იმიტომ რომ შუა დღითაც მეძინა გუშინ. სამსახურიდან რომ მოვედი და უცნაურ სიზმრები ვნახე ძალიან. ანუ ზოგადად შუა დღით რომ ვიძინებ, ყოველთვის ვნახულობ რაღაც საოცარ სიზმრებს. ან შიშით ვეღვიძებ, ან შოკში ვარ, ან რა დებილობა ვნახე. მაგრამ ხშირ შემთხვევაში საშიშ რაღაცებს ვნახულობ ხოლმე და მე რა ვიღვიძებ, ანუ ჩვეულებრივად ფორიაქში ვარ და იმ სიზმარზე ვფიქრობ, სანამ არ დამოვიწყდება. წინასწარ რომ ვნახე ისეთ საოცარი სიზმარი, რომ მთელი დღე მეშინო და ან დებილობებს ვნახულობ. და თან რაზე ვნერვიულობ. ჩემი წარბები, რომელსაც ყოველდღე ვიწვრილებ საერთოდ ამ წარბებს. ეხლა კიდევ უფრო წვრილი მაქვს ვიდრე მქონდა, მაგრამ ძალიან მომწონს ეს წვრილი წარბები და რა ვქნევ. ჩემს თავს და სხვებსაც. ფანქარი მოვიწყდა. That's all. ოქ რაღაც გამომდის და მომიწყდა რა დამეკრამ pimple patch. ახლა დავეკრავ. მიხედავთ იმისა, რომ მაკიაჟი წავისი უკვე აღმერთე ჩემო ხატია. უბრალოდ შეწითლებულია და განმოწონს. That's all. სულ ეს არის ჩემი მაკიაჟი. ჩემთვის რა კაი სუნი აქვს. სხვათა სამშრალ შამპუნს აქვს ძალიან კაი სუნი. ნაზუქი სუნი აქვს. ხმართო. აი მე ძალიან მომინდა ახლა ნაზუქი. მართლა ნაზუქი სუნი აქვს. აჰა, ეს შეიძლება გამოიყურება.
და ყავს დადევას თუ მოვასწრებ. Okay. ყავა გავიკეთე რა თქმა უნდა, რაც არ უნდა მეჩქარებოდეს, ყავა უნდა დავლიო, ყავა პრიორიტეტია. არ ჩანს ამ კამერაში სრულად. ანუ შავშარვალი შავიცვი. და ეს დავიტოვე, იმიტომ რომ კომფორტულად ვარ ძალიან ამ ჟაკეტში და მერჩვენია რომ კომფორტულად ვიყო და დღეს იქნება შავი ტანსაცმლის დღე. ან ჟაკეტს მოვიცვამ. თვითონ ძალიან თუ ესე მზაკი ანათებს კარგად ძალიან მიხარია. ზემოდან კიდევ მოვიცვამ ყავს. Energy. და ეს იქნება ჩემი outfit-ი. ახლა მარტინსებს დავამატებ და всё, წავედი. ხილები გავიკეთე. ლურჯი მინდა და მაგრამ დავაგვიანე და ვეღარ მოასწრებ და ამიტომ გავიკეთე ისევე სფერი ჩვეულებრივი ძალიან სადა და ამავდროულად შევიმოკლე ძალიან. აი ასეთი მოკლე ფრჩხილები უკვე დიდი ხანია არ მქონია და თურმე რა კომფორტული ყოფილა, ანუ ძალიან კომფორტულია და თან მომწონს, თან ნუ შეგვება უნდა მაინც. ხო და შემდეგში გავიკეთებ ლურჯს და არ ვიცი გავიზრდი თუ არა. მოკლედ მე ვიყიდე ფირის კამერა, რომელსაც გაჩვენებთ. ასეთია. ეს არის Pentax's 140M, IQ Zoom 140. ხო და ეხან გადავიღე პირველი ფოტო და სხვა ემოციები მქონდა, იმიტომ რომ მაინც ფირის კამერით გადაღება არის ძალიან სხვანაირი და თან აქამდე არ გადამიღია ესე ფირის კამერით და პირველი ფოტო რო გადავიღე ვიყავი უბედნიერე, საერთოდ სხვანაირი გრძნობა, აი ყველაზე კარგი გრძნობა ფირის კამერით გადაღება. აი მათთვისაც გიყვართ ფოტოების გადაღება და არასოდეს არ გიცდიეთ ფირის კამერა, აუცილებლად იყიდეთ და სცადეთ, იმიტომ რომ უკარგესია და თან ყოველი ფოტო არის უნიკალური. და მოლოდინის პროცესიც რომ აი როდის შევსებ ამ ფირს, როდის შეაგროვებ აი ამ უკარგეს ფოტოებს, წუთებს, მომენტებს, ადამიანებს და შემდეგ უკვე რომ ელოდები გამჟღავნებას და არ იცი როგორი იქნება, აი ეგ ძალიან კარგი პროცესია და ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მინდა და მოკაც ფირის კამერა და წინა დღეებში უცებ მომინდა რომ დამეთვალიერებინა და უცებ გადავაწყდი და მეთქი ბარემ ვიყიდი ან რატო უნდა მოვიწმინო. ხო და ვიყიდე და ძალიან მიხარია და იმედი მაქვს რომ კარგ ფოტოებს გადავიღებ. ნენელა თან ვისწავლი რაღაცებს და შემდეგ სხვა კამერასაც ვიყიდი. მაინტერესებს როგორი ფოტოები გამომევა. ამ ფირის კამერით მინდა გადავიღო აი ძვირფასი მომენტები და ჩემთვის ძვირფასი ადამიანები მოვახვედრო ფირზე. ხო და
ახლა უკვე ყველა ძვირფას წუთს გადავიღებ ამით. და ეს ფოტოებიც ძალიან უნიკალური იქნება. აი ვლოგებს ყოველდღიურად იმიტომ არ ვიღებ ხოლმე და ვერ ვიღებ ხოლმე, რომ არაფერი საინტერესო არ ხდება. ანუ არაფერს ისეთ საინტერესოს არ ვაკეთებ, უბრალოდ ან კომპიუტერთან ვზივარ, ან წიგნს ვკითხულობ, გუშინ სხვათა შორის კარგად წავიკითხე ტრიუმფალური თაღი და იმედი მაქვს რომ მალე მოვრჩები. რაღაცნაირად ცოტა ნელა მიდის სიუჟეტი ამ წიგნში და ესეთი წიგნები ვერ მითრევს ხოლმე და სწრაფად ვერ ვკითხულობ. ხოდა მაინც ნახევრამდე მივედი და ცოტა რომ ჩავუჯდე, კარგად წავიკითხავ და შემდეგი წიგნიც მაქვს არჩეული, რომელიც უნდა ვიყიდო და წავიკითხავ. ხოდა ვლოგებს აი ამის გამო არ ვიღებ ხოლმე, ძირითადად არაფერს არ ვაკეთებ. ახაც მოვიშორებ ჩხილები ის და აღარ ვიცი რა გავაკეთო, ჩემს მეგობარს მივწერე. თუ სადმე არ გავედი, მაგრამ როცა სადმე გავდივარ, ეგ კარგად არ სრულდება, იმიტომ რომ უაჭველი ვსვამ და თან ვსვამ ძალიან ბევრს და დილით ვიღვიძებ ისე რომ არაფერი არ მახსოვს. წინას ეგ დამემართა. But it's funny. კიდევ ძალიან დიდი მადლობა მან თვითონ Instagram-ზე მწერთ ხოლმე საყვარლობებს და ერთ-ერთი გოგოა ლიზი, რომელიც უსაყვარლეს რაღაცებს მწერს ხოლმე და მადლობა შენ, იმიტომ რომ როდესაც შენს მასჯობს ვკითხულობ ხოლმე, გაბრწყინებული სახე მაქვს და აი უბედნიერესი ვარ. მეგობრებო, არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა. ვიდეოს დალაიქება და თუ ასევე სურვილით გაქვთ გადაუშერეთ თქვენს მეგობრებს და ასე შემდეგ.